როგორ დავაინტერესოთ ჯენზი, რომ მოინდომონ ჩვენ კომპანიაში მუშაობა, ბევრ დამსაქმებელს, ვისთანაც მე მიწევს შეხება, თვითონ ეს შეკითხვა ნერვებს უშლით. რომ რას ქვია დავაინტერესოთ, სამსახური ხო უნდა უნდოდეს ადამიანს და სადმე ხო უნდა იმუშაოს და ჩვენი კომპანია ხო კარგია და ასე შემდეგ. ხო? აქ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ რახან ჯენზი რაოდენობრივად არის ცოტა და მაგარი უნარები აქვს, უცხოენები იცის, ტექნოლოგიები იცის, ალტერნატივები აქვს გაცილებით მეტი. უცხოურ კომპანიაში შეუძლია დისტანციურად იმუშაოს, რავი, გლოვოს კურიერად რაღაცა მილიონი ალტერნატივა აქვს, რომელიც ფაქტიურად ყველა გვეკონკურენტება ჩვენ სერიოზულ ორგანიზაციულ დამსაქმებელს, ხო? ჯენზიების მშობლებს და ოჯახებს მეტი მატერიალური შეძლება აქვთ, ვიდრე მილენიალებისას ჰქონდათ და ამიტომ ეუბნებიან, რომ შვილო, ცუდ სამსახურში არ იმუშაო, სადაც განერვიულებენ, სადაც გადაიღლები. მოდი, ეგეთი არ გინდა. ესე იგი, გენაცვალოს დედა, მამა, დეიდა, ბებია და ასე შემდეგ და ამიტომ რთული საშოვნელია, ასე ვთქვათ. და გამოდის, რომ სამუშაო ადგილები ეკონომიკის ზრდასთან ერთად მეტია და იქ დასაქმების კანდიდატი ფაქტიურად ნაკლებია, ხო, ამ ჯენზის სახით და ამიტომ გამოდის უარყოფითი კონკურენცია. იმიტომ რომ ბევრ ეხლანდელ ხელმძღვანელს ორგანიზაციის, რომელიც ან X-თაობის არის, ან მილენიალია, ახსოვს, რომ რიგში ვიდექით და ნეტა სამსახური მეშოვა და რამე სამსახური მეშოვა. ეხლაც უჭირს, რა თქმა უნდა, არაკვალიფიცირებულ ადამიანს და არადისციპლინირებულ და ასე შემდეგ, მაგრამ მოწესრიგებულ ჯენზის, რომელსაც რაღაცეები შეუძლია და ისწავლა და ადეკვატურია, მოკლედ აბსოლუტურად არ უჭირს. შეიძლება თავის საოცნებო სამსახური ვერ იშოვოს დღესვე, მაგრამ რამე სამსახური რო ვერ იშოვოს, მაგის რისკი პრაქტიკულად არ არსებობს, ხო? ამიტომ გამოდის, რომ ჩვენ უნდა ვზდიოთ იქით, ესე იგი ჯენზიებს. ანუ მოთხოვნა მიწოდებაში, მოთხოვნა არის მეტი, მიწოდება არის ნაკლები და ამიტომ მოგვიწევს, რომ გადავირეკლამოთ თავი, ასე ვთქვათ, გავხდეთ ჯენზის მოსაწონი. ახლა აქ რამდენიმე რაღაცა უნდა ვთქვათ. პირველი უნდა ვთქვათ, რომ მარტო ქართველ ჯენზიებს უმიზნებ თუ არა მარტო ქართველს და აქ უკვე უნდა ვთქვათ, რომ ბევრი ორგანიზაცია ჩვენ გარშემო, ხო კურიერებზე და იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, სადაც აზიელები, ევროპელები, აფრიკელები და ასე შემდეგ გამოჩნდნენ, სასტუმროებშიც გამოჩნდნენ, ბევრგან გამოჩნდნენ, ბევრი კომპანია უკვე ძალიან სერიოზულად უყურებს ამ საკითხს და ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. აგერ ერთ კომპანიაში მივედი რაღაცა ვორქშოპი გქონდა და აბა სად არის მეუთხარი უზბეკი თქვენი თანამშრომლები, აქეთ მობრძანდით აგერ არიანო და მათ ჩვენს გამოცნეს 15 უზბეკი მუშაობს წარმოებაში ძალიან წარმატებით, ხო? მეორეგან აგერ ერთ-ერთი რესტორნების ქსელია და აგერ 30 ადამიანი ფილიპინელი ჩამოვიდა, შეუდგნენ მუშაობას, ძალიან კმაყოფილები არიან. სამშენებლო კომპანიებში უზბეკები, აზერბაიჯანელები, სხვა ეთნოსის წარმომადგენლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ბევრი ის არის. ქართულსაც სწავლობენ, სადაც ქართული საჭიროებაა, ადაპტირდებიან, კარგად მუშაობენ და ასე შემდეგ. ამიტომ პირველი რაც უნდა ვთქვათ, რომ შენ თუ გაამბობ, რომ ჯენზი უნდა მოვიზიდო, როგორც მარკეტინგშია, ჩამოყალიბდი, რომ საიდან იზიდავ ამ ჯენზის. მარტო ქართულ ჯენზის იზიდავ და მარტო თბილისელს თუ რეგიონელს იზიდავ თუ რას აკეთებ. მოკლედ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. აი ზუსტად როგორც მარკეტინგში, რომ რა სეგმენტზე მუშაობ. პირველი. მეორე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ხალხი რახან არის ინტერნეტ, mobile friendly და სოციალურ მედიაში გაზრდილი, შენი იმაზე ჯობს-ჯიზე გამოქვეყნებული ვაკანსია ჟღერს, როგორც კლდეზე ამოკვეთილი რაღაცა არქაული ამბავი და ვიდეო თუ ვერ გადაიღე ვაკანსიაზე, TikTok-ზე თუ არ დადე და Instagram-ზე თუ არ შეხვდა და ასე შემდეგ, მოკლედ ის რომ ის წავა და შევა ჯობს-ჯიზე და რიგში დადგება და CV-ს გამოაგზავნის, მოკლედ ის არის რა. იმეილით მოგწერა, არ უნდა იმეილით მოწერა. პირდაპირ უნდა რომ ვიდეო ჩაწეროს, რაღაცა თავისი პრეფერენსები აქვს. მე შემხვდა ამ წლების განმავლობაში ძალიან ნეგატიური მაგალითი. პოზიტიური მაგალითად შემიძლია ჩვენი flow starter-ი ვთქვა, სადაც როგორც გახსოვს, პირველ flow starter-ს რო ვაცხადებდი, ტრეინინგის მერე უბრალოდ ის პულმანის ის დავიტოვეთ 1-2 საათით, რომ აი 1-5-6 კაცი მოვაო, ვიფიქრე და მოვიდა 60 ადამიანი რა. და უეცრად ესე იგი უცნაურად დიდი დაინტერესება იყო და ასევე მე ვიყავი ერთი ძალიან კარგი კომპანიის რაღაც რეკრუტმენტ ივენტზე, სადაც 300 ადამიანი დარეგისტრირდა და 6 მოვიდა.
აი ძალიან სირცხვილი იყო ესე იგი. რატომ? იმიტომ რომ ონლაინ კვლევა ჩაატარეს და იქ რაღაცა პრობლემები ქონდა ამ კომპანიას იმ პერიოდში თანამშრომლებთან და ეს რაღაც ნეგატიური პიარი უცებ მოკლედ მოდი არ წავიდეთ ესე იგი. მან და არ წავიდნენ. ახლა ეს კომპანია დღესაც კარგად არის და კარგად იქნება, მაგრამ ესეთი ონლაინ პრეზენსის ამბავი რას წერენ შენზე? აკომენტარებ თუ არ აკომენტარებ, პასუხობ თუ არ პასუხობ, ელაპარაკები არ ელაპარაკები, ხო? და აქეთ ხარეს ხო უნდა გავიაზროთ რომ HR-ებში და იმეებში რა ვიცი მილენიალების ხედან და შეიძლება არ ეჩვენებათ რომ იმეს პასუხი უნდა გასცენ და სულ არ ეჩვენებათ რომ TikTok-ზე უნდა გამოაცხადონ ვაკანსია, გონიათ რომ ის ჯობიჯი ნაცადი ასე ვთქვათ გამოადგება. ისიც საჭიროა რა თქმა უნდა, მაგრამ ერთადერთი არხი არ არის. სწორ არხებში უნდა მივაგნოთ. მერე ჩვენი კომპანიის შესახებ რა უნდა უთხრათ? კომპანიებს შემორჩენილი აქვთ ეს აზრი, რომ მეტი რაღა უნდა უთხრა, ვეუბნები რომ მოხვალ და ხელფასს გადაგიხდი. და მეტი რა უნდა? ეგ არ უნდა? არა, ხელფასის გადახდა საკმარისი არ არის. ადამიანს აინტერესებს როგორ იქნება თვითონ ეს well-being-ი, ძალიან ედარდება. საათები როგორ იქნება სამუშაო, როგორი დამოკიდებულება ბატონო და ქალბატონოთი მიმართვაა თუ უფრო უშუალო გარემოა. ძალიან მკაცრი საათებია დაუშვათ მუშაობის თუ შედარებით მოქნილი. სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა თუ არსებობს საჭიროების მიხედვით ჰიბრიდულად, დისტანციურად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ძალიან ბევრი რამე აინტერესებს. ამიტომ ჩვენ მშრალი ვაკანსიით ამ ხალხს ვერ მოვიზიდავთ რა. დაახლოებით რომ წარმოიდგინო რომ აი რა მაგარ რეკლამებს აკეთებენ ბრენდები, ხო? ტელევიზიით და ახლა რეკლამა რო იყოს ესეთი რომ არის ფეხსაცმელი, ასეთი შავი, ეს ზომა, ეს ღირს. რა ვიცი, თქვენ რომ გაგიჟდნენ ესენი რა, რას ნიშნავს, ხო? და შედით შუს ჯიზე და ეგ ეს შუს ჯიზე წერია იგივე არის ჯობიჯი და პროდუქტი თუ არის უნდა გააყიდო. რა თუ შენ გინდა რომ უკეთესი კანდიდატი გყავდეს, მოკლედ მარკეტინგი უნდა და ძალიან გახშირდა სხვათა შორის HR-ებში აი ნამდვილი მარკეტოლოგების აყვანა, რომ იმათ აი ეს დამსაქმებლის ბრენდზე იზრუნონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მერე ძალიან მნიშვნელოვანია აი თუნდაც გასაუბრების გარემოა თუ ის არის როგორი დახვდება, ხო საჩუქრები ძალიან უყვართ, ფერადი რაღაცნაირი ხალისიანი გარემო, მუსიკა რაღაცა და შენ რო იტყვი რომ გასტუკიანი ხალხი ბნელ კორიდორში ვზივართ რიგში და გაცდევინებთ 1 საათი სამ გასაუბრებაზე შეხვალ, მოკლედ ეგ არ არის ჯენზიური ამბავი. ამიტომ დამსაქმებლის ბრენდზე მოკლედ ძალიან უნდა ვიმუშაოთ, ეს არის ერთი მიმართულება და მეორე მიმართულება არის ეს ENPS, ანუ Employee Net Promoter Score. ეხლა ეს რას ნიშნავს, რომ დაახლოებით შენი არსებული თანამშრომლების რა ნაწილი ურჩევს თავის მეგობრებს, კურსელებს, ჯგუფელებს, რომ ჩვენთან იმუშაოთ და რა ნაწილი ეტყვის, რომ არ გაგიჟდეთ, აქ არ მოხვიდეთ. რა, ანუ NPS-ი ეგრე ითვლება და ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა ერთ-ერთ პროექტში რო ვიყავი, დათვალეს, ამაზე როცა ვისაუბრე, დათვალეს, რომ მეგობრის რეკომენდაციით მოსული სადღაც ორჯერ უფრო დიდხანს ჩერდება კომპანიაში ვიდრე სხვა. ანუ ნიშნავს, რომ იმან იცის ეს რეალობა და უკვე შეგნებულად მოდის იმ რეალობას და რეკლამით მოსული ადამიანი აი ეს მეგონა, ის მეგონა და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ აი ეგ თანამშრომლების რეკომენდაცია თავის ჯგუფელებს, კურსელებს და ასე შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია და თან IAP ინსტრუმენტია, ძალიან ეფექტურია, ადვილი გასაკეთებელია, უბრალოდ ძნელი დასამსახურებელია, რომ შენ თანამშრომელს მართლა მოსწონდეს, იმიტომ რომ ვიღაცას რო ურჩიოს და იმას რო არ მოეწონოს, გარკვეული აზრით პასუხს აკებს ეს ადამიანი, ხო? და არ უნდა ეხა ისეთი რამე ურჩიოს, რაც თვითონაც არ მოეწონა და რაც თვითონ ძალიან მოწონს, იმას დიდი სიამოვნებით ურჩევს, იმიტომ რომ ხა მეგობარს მეგობრისთვის კარგი უნდა და თუ თulis რომ თვითონ კარგ ამბავშია, მაგას გააკეთებს. ამიტომ აი მაგ ორ მიმართულებაზე გავაკეთებდი ძირითად აქცენტს, ერთი რომ უნდა გავარეკლამოთ მაქსიმალურად ჩვენთან მუშაობა, რატო არის კარგი, რისთვის არის კარგი და ასე შემდეგ და მეორე რომ ჩვენ არსებულ თანამშრომლებს რო კითხავენ თავის მეგობრები რომ აი შენ მან თქო მუშაობდი ან მუშაობ, ამან არ უთხრას რომ არ გაგიჟდე, არ გადაირიო და ესე იგი არ გინდა და სხვაგან დაიწყე მუშაობა და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ აი ძირითადი აქცენტი მაგაზე იქნება და ზოგი კომპანია ხარჯავს ამაში საკმარის ენერგიას და ზოგი არ ხარჯავს და ძალიან ბევრია ისევ განსაკუთრებით მცირე ბიზნესში რომ რა ვიცი გამოვაცხადებ ვაკანსიას, რიგი დამიდგება და ასე შემდეგ და მე სერიოზული გულდაწყვეტა და
დაბნეულობაა, რომ რანაირად არავინ არ მოვიდა, როგორ შეიძლება რომ ორი CV გამოგზავნონ დაუშვათ იმაზე. რა ვიცი, როგორ და ეგრე არ არის ის ხალხი დარწმუნებული, რომ უნდა შენთან მუშაობა და ამიტომ აი მარკეტინგზე და ბრენდზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.